შემოდის ანუ ამ ხელა კაპიტალი, რომელსაც ანუ გრიფიცაიდულად და ამას ახლა ვინც გვეუბნება რომ ანუ იცი რა არის, ამაზე კითხვა არ დასვათ და ეს კარგია. ანუ ყველა შემთხვევაში აი რა გამოცდილებით ხელმძღვანელობთ, ანუ გაგვაგებინეთ ხალხო, მაგრამ მეორე საკითხი შემოდის რა რომ რატო ჭირდება აი ეს საინტერესო გასაჭირო ჩვენ საზოგადოებას რომ საკითხი დაისვას აიგრე რომ არაბიზაცია ხდება. ამბობენ რომ დემოგრაფია იცვლება რა. ეხლა ნახე ანუ ჭიათურაში დემოგრაფია იცვლება. ხალხი ანუ ემიგრაციაში მიდის. უდიდესი მასა მიდის ემიგრაციაში და ჩვენ ანუ მართლა რაღაც კატასტროფა გვემუქრება აქ რა. ეხლა ნახე ჭიათურაში ანუ 2000 ოჯახი დატოვეს ესე იგი ხელფასის გარეშე. ხდება რა ვიცი ანუ შევხედოთ ეხლა მოხუცებს პენსიონერებს როგორ ექცევა მაგალითად ეს Liberty ბანკი. ხო? მაგალითად როგორი არის სამუშაო პირობები. აი ესეთი მასობრივი დასაქმების და იქ არაბიზაცია არ ხდება. გაიგე? ანუ არაბიზაცია არ ხდება და 2000 ქართული ოჯახი რომ შიერი დარჩა, ანუ არაუშავს. რადგან ანუ არაბები არ ჩაასახლეს ანუ ჭიათურაში და ეს იცი რას ნიშნავს ხალხო, ანუ ეს ალტინფოს და იმისი პრობლემა კი არ არის. ეს არის საზოგადოების პრობლემა არის რა. ჩვენ რა გვჭირს? აი ამის გააზრებას ვერ ვახერხებთ და გვჭირდება რაღაცა ტიპის ემოციური იდენტობასთან დაკავშირებული თემა. იმისთვის რომ ის რეალური პრობლემა, რასაც ისევ ჩვენ ვსახავთ, რომ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს, უკვე ისეთ დონემდე ვართ მისულები, ეს პრობლემა რომ გადავჭრათ, ანუ ამ პრობლემას უნდა დავარქვათ არაბიზაცია, რომ არაბები მოდიან და არაბები გვანადგურებენ, გაიგე? და ეს ახლა როგორი რაღაცა არის, იცი რომ ჩვენ ანუ ესე იგი მაგ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. გაიგე? იმიტომ რომ ამ პრობლემას ვერ ვიაზრებთ და ამიტომ ვერ მოვაგვარებთ. რას ვერ ვიაზრებთ ჩვენ ესე იგი, რა ვიცი, ჭიათურაში არ ხდება ხალხო არაბიზაცია. კაზრეთში არ ხდება არა. ის კაზრეთის ფული, რომელიც გადის და რაღაცა ოფშორულ კომპანიას ეკუთვნის, გაიგე? ის ფეროს ფული, ეს ამ ფოთის, ხო, რუსებს ეკუთვნის პირდაპირ. ეს ფოთის სპორტი, ეს ჩვენს დემოგრაფიას უნდა ხმარდებოდეს დიდი ბოდიში, იმიტომ რომ ჩვენს მოხუცებს უნდა ხმარდებოდეს, ჩვენს ბავშვებს უნდა ხმარდებოდეს. სკოლაში და ასე შემდეგ. სიცოცხლის გამრავლებას, სიცოცხლის გაუმარჯოს და სიცოცხლის განვითარებას და რა ვიცი, ანუ კეთილდღეობას ადამიანების უნდა ხმარდებოდეს ამ ქვეყანაში, რა. ისევ გაუაზრებელი გრჩება ის ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, რომლების გამოც ეს ჩვენი დემოგრაფია არის დაქცეულ მდგომარეობაში, რა. ეკონომიკური საკითხი გადადის აი ამ დასავლურ კულტურულ ომში.